გამარჯობა. დღეს მოდით ერთად გადავინაცვლოთ სპარსული ცივილიზაციის ოქროს ხანაში. ვეცდებით გავიგოთ თუ როგორი გასაოცარი და ღრმა კვალი დატოვა ამ იმპერიამ თავის ჩრდილოელ მეზობელზე, ანუ ჩვენზე, საქართველოზე. მოდით დავიწყოთ ერთი უძველესი სიბრძნით. კარგი აზრები, კარგი სიტყვები, კარგი საქმეები. იცით, ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი ფრაზა. ეს იყო ფაქტობრივად იმ უზარმაზარი იმპერიის ფუნდამენტი, რომლის კულტურულმა ექომ საუკუნეების მერე ჩვენამდე, საქართველომდეც კი მოაღწია. სანამ უშუალოდ გავლემის დეტალებზე გადავალთ, მოდით ჯერ თვითონ წყაროს შევხედოთ, მის ძალას ჩავწვდეთ. იმიტომ რომ სპარსეთი, ხომ იცით, არ ყოფილა უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი სახელმწიფო. ეს იყო მთელი ცივილიზაცია, რომელიც ათასობით წლის მანძილზე ფაქტობრივად ძერწავდა მთელი რეგიონის კულტურულ და პოლიტიკურ რუკას. აი რაც მართლა საინტერესოა, ისაა რომ სპარსეთის ისტორიულ ხერხემალს, ასე ვთქვათ, სამი გიგანტური იმპერია ქმნიდა. და იცით რა არის ყველაზე მაგარი? თითოეული მათგანი წინას მიღწევებზე იდგა, აი როგორც ჯაჭვის რგოლები და ამით იქმნებოდა კულტურული უწყვეტობის საოცარი ხაზი. ეს ხომ წარმოუდგენელად კარგად გვიჩვენებს მათ სულიერ სამყაროს. დააკვირდით, როგორ იცვლება ყველაფერი. უძველესი დუალისტური რწმენიდან ისლამის შიგნით სრულიად უნიკალური იდენტობამდე. სწორედ ეს იდენტობა განსაზღვრავს ირანს დღესაც კი. კარგი, იდეებიდან და რწმენიდან მოდით ახლა უფრო ხელშესახებ რამეზე გადავიდეთ, არქიტექტურაზე. ვნახოთ აბა როგორ აიღო სპარსულმა კულტურამ მთელი თავისი ფილოსოფია, თავისი სიდიადის შეგრძნება და როგორ აქცია ეს ყველაფერი ქვასა და ხეში, როგორ შექმნა თვალწარმატაცი ნაგებობები, რომლებიც თითქოს 60-ის ანარეკლი იყო დედამიწაზე. აი სპარსული არქიტექტურა, ჩემი აზრით, არის საოცარი დიალოგი. ერთ მხარეს გვაქვს გრანდიოზული, მასიური მასშტაბი, მეორე მხარეს კი უწურილმანესი თითქმის იუველირული სიზუსტით შესრულებული დეტალები. ეს არის ასე ვთქვათ მათი არქიტექტურული ენა, მათი ანბანი. და აი მუყარნასი. ამის გენიალურობა იცით რაშია? სინათლის თამაშში. წარმოედგინეთ, ეს რთული, ჩახლართული სტრუქტურა როგორ იჭერს და არ ეკლავს სინათლეს. ქმნის აბსოლუტურად ჯადოსნურ ფიჩისებრ ეფექტს. ჩვეულებრივი ცარიელი სივრცე უცებ ხელოვნების ნიმუშად იქცევა. საოცრება არა? და ამ ყველაფრის კულმინაცია პიკი, რა თქმა უნდა, ქალაქ ისპაჰანშია, ნახშე ჯაჰანის მოედანზე. ეს ხომ არ არის უბრალოდ მოედანი, არა, ეს არის მეჩეთების, სასახლეების და ბაზრის ერთიანი სრულყოფილი არქიტექტურული სიმფონია, იმპერიის ძალაუფლების გული ფაქტობრივად. მაგრამ მოდით, არ ვიფიქროთ, რომ სპარსეთის მემკვიდრეობა მხოლოდ ქვა და ფილებია. არა, მისი ალბათ ყველაზე მტკიცე და გავლენიანი საგანძური სიტყვებშია ჩაქსოვილი. მის ეპიკურ პოეზიაში. აიღეთ თუნდაც შაჰნამე. ეს ხომ არ არის უბრალოდ წიგნი. ეს პირდაპირ მნიშვნელობით ირანის კულტურული დნემოა. წიგნი, რომელიც ინახავს ენას, მითოლოგიას და რაც მთავარია, ეროვნულობის განცდას. ყველაფერს ერთად. და აი ეს გრანდიოზული იმპერიების და ღრმა პოეზიის ცივილიზაცია, თურმე არც ისე შორს ყოფილა ჩვენგან. პირდაპირ კავკასიონის ქედს მიღმა. მისი ჩრდილოელი მეზობლისთვის, ანუ საქართველოსთვის, სპარსეთი იყო მუდმივი, ძალიან ძლიერი და, მოდი ვთქვათ, ხშირად საკმაოდ წინააღმდეგობრივი თანამგზავრი. და აი მივადექით მთავარ კითხვას, როგორ კონკრეტულად როგორი მოქმედა ამ იმპერიამ თავის ჩრდილოელ მეზობელზე. სწორედ ეს კითხვაა ჩვენი დღევანდელი საუბრის გული. იმიტომ რომ ამ ურთიერთობის კვალი ის ყველგანაა ქვებში, პოეზიაში და ყოველდღიური ცხოვრების ქსოვილშიც კი. კარგი, მაშინ მოდით ახლა ჩაუღრმავდეთ და ვნახოთ კონკრეტულად რა ფორმები მიიღო ამ გავლენამ. აი როგორ გამოვლინდა, როგორ აისახა სპარსული კულტურა ჩვენს ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. აი მაგალითად ლიტერატურა. ქართველებმა ეს ამბები, როსტომის ისტორიები, უბრალოდ კი არ თარგმნეს. მათ ეს ამბები გაითავისეს, შეისისხლხორცეს და სპარსი გმირი როსტომი ფაქტობრივად ქართული ოჯახების წევრად აქციეს. ყველა მიცოდა მის შესახებ. და აი ამ ურთიერთობის მთელი სირთულე და პარადოქსი თეიმურაზ პირველის მაგალითზე ჩანს. წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ მონარქი, რომელიც პოლიტიკურად ბრძოლის ველზე ებრძვის სპარსეთს, და მეორე მხრივ იგივე ადამიანი, რომელიც გატაცებით წერს ლექსებს სპარსულ სტილში. ანუ შეგეძლო ებრძოლა იმპერიისთვის, მაგრამ ამავდროულად საკუთარ კარზე გეზეიმა მისი კულტურა. საოცარია, რა? ეს გავლენა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ქალაქებში და არისტოკრატიულ წრეებში ჩანდა. რატომ? იმიტომ რომ იმ დროს სპარსული სტილი, სპარსული გემოვნება უბრალოდ დახვეწილობის და სტილის მწვერვალად ითვლებოდა. ეს იყო მოდა, პრესტიჟი. და რაც მთავარია, უნდა გვესმოდეს, რომ ეს გავლენა მხოლოდ ხელოვნებას არ ეხებოდა. არა, მან გაცილებით ღრმად შეაღწია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მან ფაქტობრივად განსაზღვრა ის თუ როგორ იცვამდნენ ადამიანები, როგორ იქცეოდნენ სამეფო კარზე და სუფრასთანაც კი. აი ასეთ დონეზე.
მაგრამ იცით, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ გავიაზროთ. ეს ამბავი არ იყო ცალმხრივი ქუჩა. ეს არ ყოფილა რაღაც მონოლოგი, სადაც ერთი დიდი კულტურა მხოლოდ ლაპარაკობდა და გასცემდა, მეორე კი პატარა ჩუმად იღებდა. არა, ეს იყო რთული, კომპლექსური დიალოგი. რას გულისხმობ? იმას, რომ ქართველები სულაც არივნენ მხოლოდ პასიური მიმღებები ამ კულტურის. პირიქით, ისინი თავად სპარსეთის იმპერიის შიგნით ძალიან აქტიური მოთამაშეები, მონაწილეები და ხშირად ლიდერებიც კი იყვნენ. წარმოგიდგენიათ, გენერალები, გუბერნატორები, შაღის კარზე უმაღლესი თანამდებობის პირები. ქართველები ფაქტობრივად სეფიანთა დინასტიის მმართველობის განუყოფელი ნაწილი გახდნენ. ეს კი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს გავლენის შთამბეჭდა უკუდინებას, როცა გავლენა უკვე საქართველოდან მიდიოდა სპარსეთისკენ. საბოლოო ჯამში რა გამოდის, როდესაც კულტურები ხვდებიან ერთმანეთს, ეს შეჯახებაა თუ საუბარი. სპარსეთისა და საქართველოს ისტორია ალბათ საუკეთესო პასუხია. ეს შეიძლება ორივე იყოს თანაც ერთდროულად. ეს არის კონფლიქტის, ახტაცების და საბოლოო ჯამში ურთიერთო გამდიდრების ერთი რთული, ულამაზესი ცეკვა, რომლის ექო დღესაც ისმის.